მამასაბა ამბობენ რომ და ყველას გამოცდილი გვაქვს საკუთარ თავზე რომ მამობა ადამიანს ცვლის ძალიან ბევრ ნაწილში. როდესაც ბაბუა გახდით რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში? აი გეტყვით, საინტერესოა ეს შეკითხვაც რა. მოდი ჯერ დავაზუსტებ რომ მე პაპა გავხდი, იმიტომ რომ მე მთიული ვარ. და ჩვენსკენ ბაბუას ბებიას ეძახიან. ჩვენსკენ ნენას. ვიცი, ხო და მე დიდი პატივისცემით ვარ დასავლეთის მიმართ და დიდი სიყვარულით ვენაცვალე ყველა ბაბუას, მაგრამ მე პაპა ვარ. პაპა რო გავხდი, შეიცვალა განზომილება. მე მახსოვს სტატუსიც გავაკეთე სოციალურ ქსელში, მაშინ როცა პირველად გავხდი პაპა, რომ სხვა განზომილებაში გადავედი მე. ხე რატო გაუსვი ხაზი განზომილებას? მე პატარა შვილი არ მომნატრებია. იმიტომ რომ მე მყავს პატარა შვილიც. ჩემ შვილებს შორის დიდი ასაკობრივი სხვაობაა. რა მხელა ეს ხო? უფროს შვილსა და უმცროს შვილს შორის, ანუ მარტო ამას გეტყვით რა. უფროსსა და უმცროს შორის 22 წელია განსხვავება. შესაბამისად, პატარა ბიჭი ჩემი დღეს 9 წლის არის. შესაბამისად, მე პატარა ბავშვი მონატრებული არ მყავდა. თუ ყველა ასაკის შვილები მყავდა რა და ნუ დღემდე მყავს მერტის წყალო. მაგრამ განზომილება შეიცვალა, იმიტომ რომ საოცარი შეგრძნება, როდესაც შენსა და იმ შენ სისხლსა და ხურჯს შორის, რომელიც ხელში გიჭირავს, კიდევ ერთი თაობა დგას და ისიც შენი სისხლი და ხორცია. როდესაც შენი შვილის შვილი გიჭირავს ხელში, როდესაც მისი მამის მამა ხარ, როდესაც მისი დედის მამა ხარ. აი ეს განცდა არის სხვა და არის გაასმაგებული პასუხისმგებლობის შეგრძნება. ისე ლინგვისტურად ისე არის რომ შვილისთვის მამა არის მამა და ასევე როგორც სასულიერო პირიც მამა ვხართ ხო? ამიტომ შვილებისთვის ლინგვისტურად სხვაობა საერთოდ არ არის. შვილიშვილისთვის პაპა ხართ თუ მამასაბა? სამომავლოდაც როცა გაიზრდებიან. აი ეს უკვე მათ უნდა გადაწყვიტონ. მათი თუ ისინი იცხოვრებენ და მე დიდი იმედი მაქვს იცხოვრებენ ეკლესიური ცხოვრებით, მათთვისაც მე დიდი სურვილი მაქვს რომ მამასაბა ვიყო. თუმცა ეს არ გამორიცხავს პაპობას არანაირად, პირიქით, ეს უფრო ალამაზებს და ავსებს მათ ცნობიერებაში იმას, რომ მათი პაპა თან მამაოა, ანუ სულიერი მამაც არის და ეს სხვა შორის ეს ახალისო ამბავია რა, რომ როდესაც შევქმენი ჩემი Instagram გვერდი, ეს ზუსტად შვილიშვილის მერე შევქმენი ეს გვერდი, დავაწერე მამა პაპა საბა. იმიტომ რომ მამაც ვარ და პაპაც ვარ. და მაქვს რაღაცა ფოტოები, რაღაც ერთი ციკლივით გავაკეთე რა, სადაც შვილი და შვილიშვილი ერთად ყავს ხოლმე გადაღებული რა. და ესეთი საინტერესო განცდა, უცნაური განცდაა, რომ ერთი თაობის, ერთი ასაკის პრაქტიკულად ბავშვი ორივე შენ მუხლებზე ზის და ერთისთვის მამა ხარ და მეორესთვის პაპა ხარ, მაგრამ რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ ვიტყვი, ვისურვებდი თუ კი ჩემი შვილიშვილებისთვისაც მამასაბა ვიქნები.